დღეს ხევსურეთში არის სოფლები, სადაც ხალხი აღარ ცხოვრობს, თუმცა გუდანში წელიწადის ამ დროს 5 ოჯახი აუცილებლად გიმასპინძლებთ. ხევსურეთში ახალ წელს ოდითგანვე დიდი სამზადისით ხვდებოდნენ, არაყს ხდიდნენ და ლუდს ხარშავდნენ. უძველესმა ტრადიციებმა თანამედროვეობაში ფერი იცვალეს, თუმცა ის, რაც საქართველოს ამ კუთხეში უცვლელია, ხევსურული ხინკლის მომზადება. ახალი წელი დღემდე 14 იანვარს აღინიშნება, თუმცა არც 1 იანვარს აკლია საზეიმო გარემო. დიასახლისის საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი კი სამეკვლეო კვერია. ძველი ტრადიციების ახალი სიცოცხლე ჭინჭარაულების ოჯახში. მოამბე რეგიონები ხევსურეთიდან ანუკი მასხარაშვილისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი. ამ გზას ხევსურეთში სოფელ გუდანში მივყავართ. ზღვის დონიდან 1720 მეტრ სიმაღლეზე. სოფელში, სადაც ზამთარში მხოლოდ რამდენიმე ოჯახი რჩება. ჩვენი მასპინძლები ჭინჭარაულები არიან, მხოლოდ ამ სახლში თუ ნახავთ წელიწადის ამ დროს მოზარდებს და ბავშვებს. გამარჯობა! ხევსურულ სამოსში რა ლამაზები ხართ. აი პირველი არხისგან ჩამოგიტანეთ საჩუქრები. ამინდი კარგი დაგვახვედრეთ. თოვლის ბაბოს მოვასწარით, ესე იგი საჩუქრების მოტანა, ხო? დაუწერეთ წერილი? არა ჯერ? ხო რა გვიანებ? გვაქვს თქვენთვის პატარა საჩუქრები. ხო, ეს რა არის? ეს არის ხევსურული სამაჯურები და ხევსურულად აწერია მიყვარხარ, მაჩნიხარ არის მიყვარხარ. ვაიმე, უდიდესი მადლობა. აი ჩვენც მივიღეთ საახალწლო საჩუქარი მაჩნიხარ, ანუ მიყვარხარ. პირველი არხის ჯგუფმა გადავწყვიტეთ გავიგოთ, როგორია ახალი წლის სამზადისი ჭინჭარაულებთან მთაში და როგორია საახალწლო ტრადიციები პირაქეთა ხევსურეთში. გავხსნათ ახლა ნაძვისხე და ავაწყოთ. 1, 2 და 3. ხევსურეთში ნაძვისხის მორთვის ტრადიცია შედარებით გვიან შემოვიდა. მანამდე ნაძვს მარადმწვანე და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ იყენებდნენ, თუმცა არ თავდნენ. ვიდრე მოზარდები ნაძვისხეს აწყობენ, სამზარეულოში დიდი სამზადისია. ახლა ხაჭაპურის ნაირსახეობა კეცეული კეთდება, რომელიც ერთი შეხედვით სვანურ კუბდარს მოგაგონებთ, თუმცა სრულიად განსხვავებული გემო აქვს. ცოტა ომი კარტოფილი აქვს, წიწაკა, ცოტა ნიური და ხახვი. ვამზადებთ მაგით. გამოდის კეცეული როგორც ხაჭაპური ეგრე, მაგრამ გული აქვს ხორცის. ხორცს კომბოსტოსაც უკეთებდნენ, ყველსაც უკეთებდნენ. ომი კარტოფილი და ხორცი ერთმანეთში ძალიან გემრიელი გამოდის. ეზოში ცეცხლი დაინთო და წყალი დუღდება, რომ ხევსურული ხინკალი მოიხარშოს. ხინკალი მწყემსების საკვები იყო მთაში. მარტივად მოსამზადებელი და ნოყიერი უნდა ყოფილიყო. ტრადიციულ ხევსურულ ხინკალში, როგორც წესი, არაზავებენ ნიორს, სუნელებს, ხავხს. ცომი შედარებით სქელი და მკვრივია. ხინკლის ამოღებამდე მარიამმა ჩვენს ოპერატორთან ერთად ფანდური აჟღერა და ხევსურული სიმღერით მთის ნამდვილი განწყობა შეგვექმნა. ხორცს კეფავდნენ ხოლმე ცულით.
და შემდეგ ამ დაკეფილი ხორცისგან აკეთებდნენ ხინკალს და უკუჭვა ხოლმე რა ძირითადად ხევსურული ხინკალი კუჭს საჭერენ ხოლმე რა და კუჭს არ უკეთებენ იმიტომ რომ შემდეგ გაფიცხებაშიც უშლის ეს ხელს ღორის ხორცს ძირითადად არ ჭამდნენ ხევსურები ესეთი ტრადიცია გქონდა და სუნელებიც აქაური ხევსურული სუნელებიც არის ყლია და მსგავსი ბალახები რომლებსაც ვკრიფავთ ხოლმე ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ ვახმობთ ვქავთ და ამ ყველაფრისგან ვაკეთებთ. აქ ჩვენთან ახალწელს ვხვდებით, ძველ ახალწელს უფრო, იმიტომ რომ ხევსურები შობის მარხვას იცავენ, რა თქმა უნდა, ეხლაც და მე არის სალოცავში ლუდის დუღება, ჩვეულებრივ დღეობას აღნიშნავენ და მე არის ძველ ახალწელს ახალი წელი ხევსურეთში და ეხლა იქიდან გამომდინარე რომ ხალხი აღარ არის, აღნიშნავთ ჩვენ ესე ოჯახის წევრები ძირითადად ხანდაზმულები არიან პენსიონერები დარჩენილები ახალგაზრდები მარტო ჩემი ბავშვები არიან აქ და იმედს ვიტოვებ ძალიან მალე ალბათ დაბრუნდება ისევ ხალხი მთაში და ისევ გაცოცხლდება აქაურობა აქ მოზარდების ცხოვრება ციფრული სამყაროსგან მოშორებით ბუნებასთან ახლოს განსხვავებულია მარიამი აბიტურიენტია თან საოჯახო საქმეებშიც არის ჩართული 11 წლის ნანუკა კი მარკოს უვლის მოდი სავარცხელი აქვს თავისი. მე ესე ვახვე და მას ვუკეთებ. ჩემი ოცნება იყო რომ ყოლოდა ცხენი და ამ ოცნებას რო ვერ ვისრულებდი ვირი მომიყვანეს. და ეს ახლა ცხენის ის არის ფაფარი. კაი. ხან უწნავ ხოლმე თმებს და ისე არის. ძველად საცხოვრებელი სახლის შუაგულში კერაენთომ ცეცხლს სიცოცხლის უწყვეტობის და ოჯახის დაცვის სიმბოლო ჰქონდა. საახალწლო სუფრისთვის მზადდებოდა რიტუალური პური ჯვრით გამოსახული. მეკლე რო შემოვა პურის ისა დიასახლის გამომცხარი და შემოაგორებს იმას. ესე იგი თუ წაღმოხვა, კაი ის ექნება ოჯახს. მეკლე რო შემოდის, იტყვის ჩემი კვალიმც კაზე დაგიჯდება თავ პურიანი, წულიანი, სახელსარგებლიანი, რო იყო თავ კაის გული თავ და კაი მომავალი ქონდას. თუ დიასახლისები ტრადიციული კერძების მზადებაში არიან ჩართული, იქვე ახლოს სახელოსნოში ამირან ჭინჭარაული ხეზე მუშაობს. ბუნებაში ნაპოვნ საინტერესო ფორმის ხეს თუ ტოტს ახალ სიცოცხლეს სცენს. მიმდებარე სოფლებშიც თუ ვინმეს ხის ნაკეთობა სჭირდება, ამირანს მიმართავს. ხის კიდობნები იყო ადრე რა, ალბათ ყველა ოჯახს ჰქონდა და კიდობნებში ინახებოდა, აქ რაც მოყავდა ხო ადგილზე მოყავდა ყველაფერი ხორბალი იქნებოდა თუ ქერი იქნებოდა. ყველა კიდობანს თითქმის ძველებური ორნამენტებით დაჭრილებული. ქონდა ბავშვობიდანვე რაღაც ინტერესი ხესზე, რაღაც მეკეთა მეტალა. ქონდა სურვილი სახელოსნო გამქონიყო ხის. და ეხლა მოხდა ისე რომ ხის სახელოსნოც მაქვს და მუშაობ. ჭინჭარაულების სტუმარი თეკლა არაბულია ბარისახოდან. ბებიის მოქარგულ ხევსურულს სამოსატარებს და მის თავისებურებებს გვაცნობს. ეს არის ხევსურული ტალავარი. ტრადიციული სამოსი ხევსურების. ეხლაც ბევრი არქმევს თავის ნამუშევარს ხევსურულს, მაგრამ აი მართლა ძალიან დიდი იმ წესებზე მოკარგვა სჭირდება, იმ ფერებით მოკარგვა. ჩემი უფროსი ძმის ცოლი არ არის ხევსური, მანანა მჭედლიშვილი, მაგრამ ზუსტად მისი დამსახურებით წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ნაჭრელას. ქალბატონი ელისო არაბულის დამსახურებითაც იყო ეს და მეც დიდი ის მაქვს ამაზე რა ქვია мотиваცია რომ რაღაცა ვიცოდე, ვისწავლო, მინდა რომ არ დაიკარგოს ეს. ჩვენი მოგზაურობა სოფელ გუდანში, ნაძვის ხესთან საჩუქრების გახსნით და ახალი 2026 წლის დადგომის მოლოდინით სრულდება. აურა ლამაზია და რა საყვარელი. ორი ბანკი. თან აქ დენი რო ქრება ხოლმე სულ საჭირო.